გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არ ახალია ჩვენთვის, მორწმუნე ადამიანებისთვის და ჩვენ ისტორიულად კარგად ვიცით, რომ გარკვეული ეტაპები ვითარდებოდა ეკლესიასთან წინააღმდეგ ბრძოლაში. პირველი ეტაპი განსაკუთრებით კაცრი და სისხლიანი იყო, პირდაპირ დევნები იყო, უამრავი მოწამე ყავდა ეკლესიას. შემდეგ თითქოს შერბილდა ეს ტენდენციები და უფრო გამოიკვეთა ერესების შემოსვლა ეკლესიაში, ანუ ეკლესიური ქრისტეს სწავლების დამახინჯება, შეცვლა და ბოლო ეტაპი, ასე რომ ვთქვათ, ყველაფერი ერთად როიტყვიან, მაგრამ უფრო ყალბი თავისუფლების იდეით, როდესაც დაშვებულია ყველაფერი, მაგრამ ოღონდ არ შეასრულო ცნებები. დაახლოებით ესე ჟღერს ეს ბოლო პერიოდის დევნა და რასაკვირველია, აქ ჩვენ ინსტრუმენტად შეგვიძლია დავასახელოთ ლიბერალიზმი თავისი იდეოლოგიით, რადგანაც მან შემოგთავაზა სწორედ ანტიქრისტიანული სწავლება, სული ანტიქრისტიანული, რომელიც ყალბია თავისი თავისუფლებით, თავისი მიდრეკილებებით, თავისი გარყვნილებით, აღვირახსნილობით და ამან მოიტანა იმ ტიპის დევნა, ახალი ადამიანის მიერ შექმნილი დევნა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. რითი განსხვავდება ახლა ეს დევნა, ჩვენი ეს ბოლო დროის დევნა, სხვა დევნისაგან, თითქოს და ეკლესია ყოველთვის იყო რასაკვირველია მამხილებელი, სწორი სწავლების ხადაგებელი და დღესაც ასე არის, მაგრამ ბრძოლა, რომელიც დღეს გამოუცხადა ბოროტმა და ამაში იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს იდეოლოგიის სახით, ეს არის უფრო დახვეწილი, რადგანაც აქ უკვე ადამიანმა გამოუცხადა ბრძოლა ეკლესიას, რომელიც თავის თავს თulis მორწმუნედ. ანუ ასე რომ ვთქვათ, ჭყალებში მორწმუნედ, რადგან არ შეიძლება მორწმუნოს ებრძოლოს, არ შეიძლება ეკლესია დევნოს, აქ მხოლოდ ერთი არის ჭეშმარიტება. ამიტომ სამწუხაროდ ამაში აირია, აითქვიფა თანამედროვე ადამიანი. ეხლა რა არის გამოსავალი და რა კუთხით უნდა შეხედოს ამ საკითხს მორწმუნე ადამიანმა, ეკლესიურმა ადამიანმა. პირველ ყოვლისა, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. არ შეიძლება გაყალბება ჭეშმარიტების, არ შეიძლება ტერმინოლოგიების არასწორად გამოყენება. თუ ადამიანი ვერ არ ცხოვრობს ეკლესიურად, მას ეს უნდა დაერქვას. თუ ადამიანი პირდაპირ ებრძვის ეკლესიას, მას ასევე თავის სახელი უნდა დაერქვას. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ პირდაპირ გარკვეულ ინსტრუმენტად იყენებენ გარეგნულ გამოვლინებებს ეკლესიის წინააღმდეგ. რა არის ეს გარეგნული გამოვლინებები, რომელსაც იყენებს თანამედროვე ადამიანი? გარეგნული გამოვლინებები შეიძლება გადაცდომები, რომელიც გარკვეულმა სასულიერო პირმა ან ერისკაცმა ჩაიდინოს. მაგრამ ეს უფრო გარეგნული სახეა, ეს უფრო გარეგნული ფიზიკური გამოვლინებაა, როგორც იტყვიან. არა შინაგანი, იმიტომ რომ ეკლესიის მოგება არ შეიძლება, მას ვერ მოუგებ, რადგანაც ის არის მისტიური სხეული ქრისტეს, ის არის ეკლესიური სწავლება. და ჩვენ აქ უნდა განვასხვაოთ, რაც ყველაზე მთავარია, ის რომ ეკლესია იყოფა ეკლესია ორგანიზაციად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ფიზიკური კუთხით, წარმომადგენლებით, სასულიერო პირები და ერისკაცები და ეკლესია ორგანიზმი. ორგანიზმი არის სწავლება ეკლესიის. ორგანიზმი არის ჩვენ ვართ სხეული ამ ორგანიზმის ქრისტეში და იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დევნის, ვიღაცა დევნის ეკლესიას, მის სწავლებას პირველ ყოვლისა, აქ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი დევნიან ყველა ეკლესიის წევრს. და არ შეიძლება ეგუებოდეს მორწმუნე ადამიანი, მორწმუნე ეკლესიური ადამიანი ამ დევნის ფორმას, რადგანაც არ შეიძლება იყოს იმ ხარესთან, რომელიც დევნის ეკლესიას, რადგანაც ამ შემთხვევაში ის გამოდის მოღალატე ქრისტესი. მაგრამ ამის გარკვევა ხდება ძალიან რთული. რატო ხდება ამის გარკვევა ძალიან რთული? იმიტომ რომ ადამიანმა ვერ შეიცნო, რომ ამ ლიბერალიზმმა ეს ყალბი თავისუფლება, ყალბი თავისი ტერმინოლოგიით შემოიტანა და შექმნა ერთგვარი პარალელური ეკლესია. ანუ ეს პარალელური ეკლესია ჭყალებში დღეს დევნის ნამდვილ ეკლესიას. ის ცდილობს მონახოს რაღაცა გარეგნული წუნი, მონახოს ამ გადაცდომებში, მონახოს თავისი მართლება
და ჩვენ რა შეგვიძლია ამ დროს ვთქვათ? ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვარქმევთ თავის სახელს. თუ მოხდა გადაცდომა ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ეს იქნება თუ ეკლესიური ჟულის კანონის მიხედვით, ჟულის კანონით უნდა ისჯებოდეს, ეპითემიები და ასე შემდეგ, თუ ეს ადმინისტრაციული ადამიანი უნდა ისჯებოდეს ადმინისტრაციული სასჯელით, თუ ეს სისხლის სამართლია, უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლით. ანუ შენ საკომპრომისოდ და სასპეკულაციო თემა არ უნდა დაუტოვო სხვა ადამიანს, იმ რევოლუციის სულისკვეთებელ ადამიანს. ესეთები არიან თანამედროვე რევოლუციონერები, იგივე რევოლუციით და სანთლებით მოსული ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში ებრძვიან ეკლესიას. ეს ფორმა არის შერჩეული. ყველაზე მზაკრული ფორმაა, იმიტომ სად გაგონილა სანთელი, ლოცვა და ჯანყი. ხო შეუთავსებელია, ხო? სად შეიძლება იყოს სადაც მშვიდობა და სად ომი, სად ჯანყი, სად რევოლუცია და სად ეკლესიური მშვიდი ცხოვრება. აქ ეს შეუთავსებელი წებები. ამას უნდა დანახვა. და რატომ ხდება კიდევ ერთი კითხვა არის, იბადება რასაკვირველია, რატომ ვერ ხდება ამის შემჩნევა? რატო გამოუცხადა ეს ომი და ეს ომი თითქოს და შეუმჩნეველი გახდა? აქ ორი მიზეზი შეიძლება ითქვას. ერთ-ერთი მიზეზი ეს ახალგაზრდული სული, რომელიც ამოვიდა, პირდაპირ ებრძვის მშობლებს. ხო, ჩვენ აქ დავინახეთ რა, არა თაობათა შორის კონფლიქტი. ჩვენ ამას ვერ დავარქოთ მხოლოდ თაობათა შორის კონფლიქტს. ჩვენ იდეურ კონფლიქტსაც ვერ დავარქოთ, ანუ იდეოლოგია იდეოლოგიის წინააღმდეგ. ჩვენ პირდაპირ ვხედავთ, რომ იდეოლოგია ებრძვის სარწმუნოებას. აი ამგვარი სახის ომია, ეს არის ომი შვილებისა მამების წინააღმდეგ, ჩვენ დავინახეთ ასევე მღვდლების ოჯახებში შვილები როგორ ებრძვიან მღვდლებს. ანუ ომი, რომელიც ახლა გამოცხადებულია, ასე რომ ვთქვათ, ხმამაღალი სიტყვა, მაგრამ ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ასეთია უთანასწოროა. უთანასწოროა და სენსიტიურია, იმიტომ რომ ოჯახში შემოვიდა ეს ბრძოლა. ანუ რევოლუცია შემოვიდა ოჯახში. ეს დევნა უკვე შემოვიდა ოჯახში. ოჯახში, ქრისტიანულ ოჯახში ვაპარაკოთ. იგივე მცირე ეკლესიაში, რომელსაც ჩვენი ოჯახი წარმოადგენს. აქ შემოვიდა ეგ ბრძოლა, მაგრამ თუ შეიძლება ადრე მკაცრი ნაბიჯებით დაგეგმო ის ბოროტება, რომელიც ვრცელდებოდა ერესების სახით, იქნება ეს თუ მწვალებლობების თუ სხვადასხვა სახით, იდეოლოგიების სახით. დღეს ეს პირდაპირ ამის თქმა შეუძლებელია, პირდაპირ ბრძოლა არის ფაქტობრივად გამორიცხული, რადგან შენ ოჯახის წევრზეა ლაპარაკი, შენ შვილზეა ლაპარაკი. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, მაინც ისმის ეს კითხვა, ხო? რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ? ან როგორ იქცეოდა ეკლესია მსგავს სიტუაციებში? რა გზები ქონდა ეკლესიას ამის საწინააღმდეგოდ, ხო? ჩვენ ვიცით, რომ დევნის დროს ყოველთვის იყო ქრისტიანის იარაღის სიყვარული, მოთმინება, თავმდაბლობა მაქსიმალური, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს თითქოს და ამას იყენებ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ხო? ადამიანები პირდაპირ იტანჯებიან ამით, რადგანაც ეს მის ოჯახს, მის ნაწილს ეხება, ხო? მაგრამ ამავე დროს ქრისტიანული სწავლების მიხედვით ცხოვარი გვასწავლის, რომ ვისაც უყვარდეს ძალიან ასული უფროს ჩემსა, ის არ არის ჩემ და ღირს, ხო? ანუ ქრისტიანი უნდა იყოს უფრო მაღლა, ვიდრე ეს ოჯახური სიყვარული, სინამდვილეში ესეა. მაგრამ აქ უკვე სუსტად შემოდის ეს სირთულე, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრეთ. ამრიგად ჩვენ ამის გამო ვღებულობთ ორ დამოკიდებულებას. ერთი, რომ სამწუხაროდ გარკვეული სიმტკიცე რწმენის არ შეინიშნება, ან მეორე მხრივ შეინიშნება გარკვეული ინდიფერენტული დამოკიდებულება, რადგანაც უფროსმა თაობამ ჩათვალა, რომ ეს საკითხი იოლად მოგვარებადია, თავისთავად მოგვარებადია და არ მიიღო, არ განიხილა ის სისტემური კუთხით, არ განიხილა ის ისეთი მძლავრი იდეოლოგიური კუთხით, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს გარკვეულწილად სხვა იდეოლოგიები და ასევე ჩაანაცვლა რწმენა თავის ცხოვრებაში. ამის გათვლა ვერ მოხდა. და რადგანაც ამის გათვლა ვერ მოხდა, რადგანაც ამის ზუსტი ამას არ დაერქვა თავისი სახელი, ამ ბრძოლამ კიდევ უფრო სასტიკი ხასიათი მიიღო.
ჩვენ დავინახეთ, რომ ეს გამრავლდა და სამწუხაროდ თუ პროგნოზს ეთქვით ამ კუთხით, იმ იდეოლოგიური ზიანით, რომელიც ამ 30 წლის განმავლობაში კონკრეტულად რო ვთქვათ, ჩვენს ქვეყნის მაგალითზე, ჩვენ მივიღეთ თაობა, რომელიც ასევე გაგრძელდება ამ სულისკვეთებით დიდწილად და ეს რასაკვირველია, ანუ ესეთი რევოლუციური სული, ეს სული ანტიქრისტიანული, რომელიც არა ქაოტურად დაიბადა, არა ორგანიზებულად, არამედ ორგანიზებულად, სისტემურად, მიზანმიმართულად ჩაინერგა, რომელმაც მიზანმიმართულად მოსპო და შედეგი რა არის? ჩვენ დავინახეთ ამის შედეგები. შედეგი არის ის, რომ ეკლესიაში მოიკლო ადამიანებმა, ხო? ჩვენ ხედავთ განსაკუთრებით ახალგაზრდების ნაკლებობას ეკლესიაში. რატო აღარ მოდის ახალგაზრდა ეკლესიაში? იმიტომ რომ მას ეს სულისკვეთება აქვს, ის მართლად თulis თავს. მას არაფერი არ აქვს მოსაძებნი, ასე რომ ვთქვათ, ის ძიებაში აღარ იმყოფება, რადგანაც ის თulis რომ მან უკვე იპოვა ჭეშმარიტება ამ იდეოლოგიის სახით, ამრიგად ის, როდესაც ელაპარაკება თავის მშობლებს, არა ისე ელაპარაკება როგორც უფროს და უცხოს, არამედ ელაპარაკება როგორც მფლობელი, ასე რომ ვთქვათ, ბრწყალებში ჭეშმარიტებისა. როგორც ადამიანი, რომელსაც არაფერი არ აქვს გამოსასწორებელი, რომელსაც არაფერი არ აქვს შესასწავლელი, რომელმაც უკვე ყველაფერი იცის. ამრიგად ამ სახის ბრძოლა არის გამოცხადებული ეკლესიის წინააღმდეგ და სამწუხაროდ რა ხდება? კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც არის ხელის შემწყობი ამის გარკვეული სასულიერო პირები, ეს არის ძირითადად მოდერნისტები, რომელმაც ეს ამ იდეოლოგიას შეუწყეს ხელი, ამ იდეოლოგიას არ დაარქვეს თავისი სახელი და უფრო კონკრეტულები რო ვიყოთ, პირდაპირ გამოიყენეს სათავისოდ, თითქოს და მრევლის შესანარჩუნებლად, თუ გნებავთ ესე შეიძლება ითქვას, მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ ამას რეალურად რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის დევნა ეკლესიის წინააღმდეგ, ეს არის შემცირება ეკლესიის, ეს არის მკვეთრი გაუარესება ზნეობრივი დონის, მკვეთრი გაუარესება იმ ცნებების შესრულებაში, რომელიც ოდითგანვე ახასიათებდა ქართულ კაცს და ამ დევნის შედეგი მომავალშიც კიდევ ღმერთმოუწყის რა იქნება. ამრიგად ჩვენ როგორც მორწმუნეები, როდესაც გვეკითხებიან, რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში, უნდა გავამტკიცეთ რასაკვირველი რწმენაში უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომთმენი, ჩვენ უნდა შევისწავლოთ პირველ ყოვლისა ჩვენი სარწმუნოება, ჩვენ უნდა შეგვეძლოს თეორიურადაც და პრაქტიკულად ლოგიკურადაც ახსნა და განმარტება იმისა, რაც ხდება და რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერს უნდა სწორი შეფასებით მიდგომა. თუ ეს სწორი შეფასება იმ საფრთხეს, რომელიც მოხდა, არ იქნება გააზრებული, სწორი შეფასება არ დაიდო, მათ შორის ამ იდეოლოგიის, მათ შორის ლიბერალიზმის, ჰუმანიზმის და სხვა იდეოლოგიების, მაშინ ეს ბოროტება, პირდაპირ ამას ვამბობთ, ვრცელდება და სავალალო შედეგამდე შეიძლება მეიყვანოს საზოგადოება. მაგრამ ჩვენ ქრისტეს იმედით ვართ, რადგანაც მაცხოვარმა გითხრა, რომ უკეთ ვემდევნეს, თქვენც ეგდევნენ, ამიტომ მორწმუნე ასე უდგება დევნის საკითხს, მიუხედავად იმ თანამედროვე ხრიკებისა, სწორედ ასე უდგებით ჩვენ და გწამს, რომ ეს მცირე სამწყსო იქნება ღვთისგან დალოცული და ღვთისგან გაძლიერებული, ესე მადლიც მოგვანიჭოს ღმერთმა თითოეულ ჩვენთაგანს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.